გახდიან. აქეთ თუ გადმოხედავთ, აქეთ არის სურათები, ეს არის ჩრდილოეთ აზერბაიჯანი, რაიონი ქობუსტანი, სადაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს აი ესეთი ნახატები გამოქვაბულებზე და როი საქმეს რომ გამოიკვლიეს ეს ყველაფერი დაათარიღეს 25,000 წლისა ეს ამბავი. აქედან გამომდინარე ნახატების მიხედვით, აი თუ დააგვირდებით, ნახატია, რომ ეს ხალხი არა მხოლოდ არ იყო ყოფილი და ამ ნახატების მიხედვით მაგათმა ივარაუდეს, რომ ეს ხალხი უკვე მონადირეებიც იყვნენ, ნადირობდნენ და მუშაობდნენ მიწაზე. ანუ ეს ხალხი ხო, კი ბატონო, ეს ხალხი არ მოვიდა და არ წავიდა ერთ კვირაში, ანუ ცხოვრობდა ამ მიწაზე და იყო მაგ და რო ითარიღეს 25,000 წელსა, 25,000 ძალიან ბევრია. როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი უძველესი ადამიანების საცხოვრის წარმოადგენს. კი ბატონო, კი ბატონო. აქეთ აზერბაიჯანელი მწერლები, პოეტები ამ სურათებზე, ახლა თქვენ თუ სწავლობთ, შეიძლება ისწავლოთ. Mirza Şahir Vazir, onun qəbri var idi orada gördüm. Orada şəkli yok idi, görüntüsü yok idi. Qasım bəy Zakir, büyük yazıcı şair. Zərdabi, bəli. აქეთ არის წარმოდგენილი, აი Yakın Gogi başarılı olan kimi Azərbaycanlarda. აი ესეთი ხო, აი ესეთი გამოგვენილი, აკეთებდნენ ძაფებს. Cara. ხო, აკეთებდნენ Zapis ძაფებს. daha tuhafdır da. კი ბატონო, Burada bunun iyi yoktu. İyi keçenler buraya. და მე ხო, და ესეთ ხალიჩებს აკეთებდნენ. Ho. და ესეთი ხალიჩის გაკეთება არის ძალიან რთული. ისე ხო თვითონ ხალიჩა და მეგობრებო, თქვენ არ გაგვეცანით. მე ტარიელი მქვია. ტარიელი? კი ბატონო. და მე აქ მუშაობ. სასიამოვნო. ესეთი ხალიჩის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან ითხოვს ბევრ დროს და სრულ ძალიან რთული ტექნიკაა. ეს არის თითო ძაფით აკეთებული სათითაო და ითხოვს ასევე მათემატიკურ ანგარიშს. ხო, რადგან აი დავუშვათ რამდენი თეთრი ძაფია, რამდენი წითელი ძაფია. ეს არის საკმაოდ რთული. და ну, არის ახლა უფრო ის სწრაფად აკეთებენ, ვინც უფრო ისა პროფესიონალია ამ ამბავში, მაგრამ ესენი გამოჩენილი მხატვრები, კომპოზიტორები. ამ ხალიჩასთან რატომ მოგიყვანეთ ახლა სულყოდა? თქვენ შეიძლება არ იცოდეთ ფერმა. ეს ხალიჩები არ არის მხოლოდ და მხოლოდ არტისტის და მხატვარის ფანტაზია. არამედ ყველა ორნამენტი, ყველა ფიგურა, ყველა უზორი და ყველა ისა არის თავისებური ისტორიის, რაღაცა ამბის, რაღაცა აი როგორც ახსნა. ხო, როგორც თქვენ აგავთ ახლა ტელეფონებზე სმაილიკები, ერთი იმაშუა, ადრე იყო ეგრე ხალიჩები. და როცა სტუმარი, მეზობელი, მეგობელი შემოდიოდა სახლში, ოჯახში, კარებში ყოველთვის ხდებოდა ხალიჩა. ამ ხალიჩის მიხედვით იმ ადამიანმა იცოდა, რომ იმ სოფელში და იმ რაიონში რა ისტორია აქვს, რა ხდებოდა, როგორ იყო, რანაირად ხალიჩის მიხედვით. ეს არის აი იმაში ბუხრებში ტრადიციონული გამომწვარი თიხის ტრადიციონული სადილს ამზადებდნენ ბუხრებში. რადგან მაშინ არ იყო კომუნიკაციები არ იყო. აი ეს ქირეც აი ეს არის რომ გოგოებს ხარობს უფრო მეტად მოხდა წყალი. აი ცოტა უფრო ისეთი ლამაზები რომელიც იყო და ორნამენტებით მოქარგული და ისინი
უფრო ახალგაზრდა გასათხოვარი გოგოები იმაშებოდნენ. ხალხთან წყაროზე მიდიოდნენ, ხო და ამის მიხედვით იცოდნენ, რომ გოგო გასათხოვარი. ორგანოებს თვითონ აკეთებს. La riesci con telefono. აქეთ არიან Ot ახლა იყიდა ტელეფონი. გერმანიაში ჩავიდა. იქით არიან კომპოზიტორები, მომღერლები, ბალეტის მოცეკვავეები, აქეთ ეს ყოველდღიურად რასაც ხმარობდნენ, აი საოჯახო ჭურჭელეულობა. ეს ნივთიკი არის ამაში ნაკლები ხალხს ხედდნენ. მაშინ ხო არ იყო არც კიპიტინგი იყო და არც ის იყო და ამაში ნაკლები ხალხს ხედდნენ, რომ ყოველთვის მიზანქონდა თვითონ ეს არის ტრადიციული ტამის სამოსი მამაკაცის და კაცები შეიარაღებულები იყვნენ, აი ხმლებით იყვნენ, ხანჯდებით და აი ტყვია წამალი. იქით არის ბიბლიოთეკა. Bir ay. İki yüz yaşı. Orası değil. Neyse ismini orası değil. Normal. Ekit biblioteka bavშვები დადიან, სწავლობენ უცხო ენებს. ინგლისურ სწავლობენ, მასტერკლასები აქვს, ხატავენ. Oldu. Yağış. Sağ ol. Kenavis muzeyumda veteran oldu. İtxoves, Azerbaycanlı, Erol'un samosu. Suratını mayetikle. Konuşuyor suratını. No, ეს ის დასასმელია, რაც იცოთ 200 წელს. აქ აღსანიშნავია, რომ ქალები იყვნენ აი ეს მოფარებული. Kalagayız. İpare. ხო, ადრე ეხლა ხო, იმდენად უფრო რელიგიური იმის ის არა, ადრე უფრო ცოტა სხვანაირად იყო. ადრე საქართველოშიც მოფარებული. Religiyonu şinasi. შინაარსი ქონდა უფრო აი ხო და ტრადიციული და ეს ისინიც გოგოები იჭდნენ და თვითონ Buraya ben kitaplar bağışlamışım. معلم دين دام سيزابيل كتاب يرسلنا Yo, ben siz bu kitap tavsiyorum. ხო, აი ეს სურათები შეგიძლიათ ახლა დაათვალიეროთ. აქ არის ეს ცენტრში რასაც დგას ხოის რა. ადრე თბილისში, ქალაქში. ესეთი აფიშები იყო ყველგან, ახლა არ არის. აფიშების გასაკუთრებია და ამ აფიშებზე იყურებოდა თეატრი იყო, კონცერტი იყო, თუ რაც იყო. ხო და ამ თბილისში იყო. ახლა ინტერნეტი აქ სურათებში, აი ამ სურათებზე სულ დიპლომატები, აი ელჩი აზერბაიჯანის საქართველოში, ქალაქის მერი კალაძე, სოგარის პრეზიდენტი, ეს ქალბატონი ლეილაკი არის ჩვენი ხელმძღვანელი. და კონცერტებია, თეატრებია და აკურაატ ცეკვა, დაშია, თუშია, ესენი ორგანიზებას უკეთებენ ამ ყველაფრის გამო. აქ მომია აქ სურათებზე ხელი რომ მოაწერეს ბაქო ჯეიჰანი რომ გადაიყვანეს ისა პეტროლი ნავთი